ხალხური რეწვის დარგის განვითარებას ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტიდან 600.000 ლარი გამოიყოფა. პროგრამის ფარგლებში მცირე მეწარმეებს შეუძლიათ განაცხადები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და სავაჭრო ფართის დაქირავების შესახებ გააკეთონ. თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი პროექტის ღირებულების 80%-ს აფინანსებს. ნახეთ ბიზნეს კოდის სიუჟეტში. ქსოვა, კერამიკა, ხეზეკვეთა, საიუველირო ნაკეთობანი, ხალხური რეწვის ის ნიმუშებია, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქუჩაში გამოფეილ ნაწარმს, როდესაც ვუყურებთ, მასობრივი მოხმარების საგნებთან ვაიგივებთ და გვავიწყდება, რომ ხელითაა შექმნილი. ხელნაკეთი ნივთები ორგანიზებულად სპეციალურ მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს. დღეს ხალხური რეწვის ოსტატების ძირითადი ნაწილი საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციას სწორედ ამ ფორმით ცდილობს. კიდევ ერთი გზა პროდუქციის მაღაზიაში ჩაბარებაა. ვმუშაობ ტიხრული მინანქრის განხრით მეუღლესთან ერთად. მეუღლე ასევე ამზადებს მოზაიკას. მასალა არის ლატუნი და ვერცხლი. მე ძირითადად ტიხრულ მინანქარზე ვმუშაობ ვერცხლის მასალაზე. მეუღლე როგორც ვერცხლზე, ასევე ლატუნის მასალაზე. ჩემი ოცნება იყო ასეთი, რომ კონდეს მაღაზია, სალონი, სადაც შემეძლება დამზადება, ტურისტმა შეხედოს, როგორ კეთდება, რანაირი შრომაა და ასევე თან გაიყიდოს. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ, გობელენზე, თექაზე, სხვადასხვა სუვენირს ვაკეთებთ ძველი თბილისის თემასთან დაკავშირებით. ვაბარებთ სუვენირების მაღაზიებში, სალონებში. სავაჭრო ფართებზე მაღალი საიჯარო გადასახადი მეწარმეების წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ ნაწილია. ოსტატებს საჭირო ფორმების მისაღებად შესაბამისი დანადგარების სჭირდებათ. მეწარმეები ასევე ამბობენ, რომ ხალხური რეწვის პროდუქციის ნაწილს დღეს მომხმარებელი აღარ ჰყავს. საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ პრაქტიკულად მათ რახს აღარავინ აღარ იცნობს. იმიტომ რომ ამოვიდა უკვე ეს ხმარებიდან. მე იმდენ დიდი დრო მჭირდება ახლა იმის გამო, რომ თქვა ტექნიკურად არ მაქვს ისა და ყველაფერს წვალებით ხელით ვაკეთებ, რომ ვერ იმის საშუალება, რომ მე ის გავაკეთო და დავდო გასაყიდად და როდის გაიყიდება და ის არ არის მაგის საშუალება. რო იყოს თქვა ისეთი ადგილი, რომ სადაც პირდაპირ შემეძლება მე რომ დავჯდე ვიმუშაო და თან ყიდველიც მათ უყუროს. ხალხური რეწვის დარგის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მუნიციპალური პროგრამა შეიმუშავა. პროგრამა როგორც ფინანსურ, ასევე კომერციულ და მატერიალურ ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს. ხალხური რეწვის ნივთები, რაც ჩვენ ტრადიციებთან არის დაკავშირებული და ტრადიციების მიხედვით წარმოებასთან არის დაკავშირებული, როგორც წესი ტურისტებისთვის ძალიან საყვარელი შესაძენი ნივთია, როგორც წესი. მეორე ეს ხელშეუწყობს იმ მცირე მეწარმეების, თქვათ, ეკონომიკური შემოსავლების გაზრდას, რომელთათვისაც ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის მათი ოჯახების რჩენის მნიშვნელოვანი წყარო და გარდა ამისა გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები ამ თვალსაზრისით და სოციალური დატვირთვის მქონე პროექტიც არის თავისი არსით. ახლა ბიზნეს კოდში რეკლამის დროა. სტუდიაში სტუმრებთან